გამარჯობათ, მოგესალმებით თვითსპასოდელი მაყურებლებო. ჩვენ კვლავ TV პლუსის ეთერში ვართ. ჩვენ როგორც ყოველთვის შევეხებით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მდგომარეობას და ასევე საქართველოს ფარგლებ გარეთ. კარგად მოგეხსენება საქართველოში აქტიურ ფრაზაში გადავიდა წინასაარჩევნო კამპანია. უკვე რამოდენიმე დღე დარჩა არჩევნებთან დაკავშირებით. პროცესები ვითარდება შემდეგნაირად. პოლიტიკური პარტიები არიან, რომლებიც დღეს ჩართული არიან საარჩევნო პროცესებში, საარჩევნო კამპანიაში და ისინი პირდაპირ ღიად გამოდიან და აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს და ემხრობიან არჩევნების ჩატარებას და არჩევნებში მონაწილეობას. არის მოძალადეთა და ტერორისტული პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ბოიკოტს უცხადებენ არჩევნებს და საერთოდ არათუ მარტო არჩევნებს, მთლიან საქართველოს გამოუცხადეს ბოიკოტი და არც ცნობენ, არც საქართველოს არ ცნობენ და არც საქართველოს მოსახლეობას არ ცნობენ, მხოლოდ და მხოლოდ ისინი ცნობენ თავიანთ თავებს. ეს არის ტერორისტული ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობა და მისი სატელიტური პარტიები, რომლებიც მასზე აღმოცენდა. ისინი ღიად აფიქსირებენ თავიანთ პოზიციებს და პირდაპირ ემუქრებიან საქართველოს მოსახლეობას, რომ დაიწყება ქვეყანაში მასიური არეულობა და დაღვრიან სისხლს საქართველოში, ქართველი ადამიანის სისხლს და ქართველი ადამიანის სისხლის და ქართველი ადამიანის წვალების და ტანჯვის ფონზე მოვლენ ისინი ხელისუფლებაში. მე არ გამიკვირდება, რადგან მეც ისინი არაფერს არ აკეთებდნენ, როდესაც იყვნენ ხელისუფლებაში და მათ სათავეში უდგა ეს ვამპირი და პირსისხლიანი მიხეილ სააკაშვილი და არ გამიკვირდება ის მუქარები, რომელი მუქარებიც მათგან მოდის და ისინი ემუქრებიან არათუ მარტო ხელისუფლებას, არამედ ემუქრებიან იმ ამორჩეველს, რომელი ამორჩეველი წავს ქართულ ოცნებას, ხო? ქართულ ოცნებას ყავს საკმაოდ დიდი ამორჩეველი და ახლა არავის არ ეგონოს, რომ ისინი მარტო ხელისუფლების წინააღმდეგ იმოქმედებენ. ჩვენ ხო ვიცით მათი ხრიკები, მათი ოინები, როდესაც ფეხს მოიკიდებენ, მერე სახლებში მიადგებიან, სულ თითოეულ ადამიანს მიადგებიან სახლებში. არათუ მარტო ქართული ოცნების მხარდამჭერებს, არამედ იმ ადამიანს მოგვადგებიან კიდევ, ვინც ჩვენ მათ ვაკრიტიკებთ და სიმართლეს ვამბობთ და პირდაპირ ბრალს ვდებთ ტერორისტულ საქმიანობაში და ბრალს ვდებთ მკვლელობებში და ამბობთ იმ სიმართლეს, რასაც ესენი აკეთებდნენ და აკეთებენ დღემდე. დღეს ჩვენ გვექნება საუბარი ამ თემებზე, ჩვენ გვექნება ასევე იმ გადაწყვეტილებებზე საუბარი, რა გადაწყვეტილებაც მიიღო ამ ეგრეთ წოდებულმა არშემდგარმა მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ და სადადის და რას აკეთებს და კულუარებში და ვის ესე იგი ხვდება ჩუმად და რატომ ხვდება ჩუმად ამაზეც ვისაუბრებთ. ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის კონსერვატიული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი პოლიტ პატიმარი და დღეს საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაბმული და ბატონი რამაზი ღვალაძე, რომელიც დღეს კენჭიშიღრის ნაძალადების რაიონში და მინდა წარმატებები უსურვო. და მინდა რომ ასეთი ადამიანები იყვნენ როგორც საკრებულოში, ასევე პარლამენტში, რომ მე ვიცი ქართული ხალხი და ამ ადამიანის ქართული მიდგომა საქმეებთან და მისი მიდგომა ქართულ კულტურასთან, ტრადიციებთან და ოჯახთან. ბატონო რამაზ, მადლობა რომ მომზადეთ ჩვენთან სტუმარად. მადლობა რომ ღებულობთ დღეს აქტიურად მონაწილეობას არათუ მარტო ჩვენ გადაცემაში, არამედ იმ პროცესებში, რომელი პროცესების საფუძველზეც საქართველოში უნდა იყოს სტაბილურობა, უნდა იყოს აღშენებლობა და უნდა იყოს ერთიანობა. აი მე ვიცი თქვენი პოზიციები და ამიტომ ვამბობ ხომაღლა ვიძახი ამას მე როგორც თქვენთან მიმართებაში, ასევე თქვენ გუნდთან მიმართებაში, რომელიც დღემდე ბრძოლობენ იმისათვის, რომ ოჯახური ტრადიციები და ჩვენი იერი და ჩვენი ბერი და ჩვენი ეკლესია მოძლიერდეს ამ ქვეყანაში და ლიბერასტურ იდეოლოგიას ბოლო მოიღოს ამ ქვეყანაში და ერთხელ სამუდამოდ უნდა გასუფთავდეს პოლიტიკური ველი ამ ქვეყანაში. ბატონო რამაზ, ხედავთ ამ მდგომარეობა დღეს არჩევნებთან დაკავშირებით. 2-3-4 დღე დარჩა უკვე არჩევნებს, ესენი პირდაპირ ღიად ამბობენ უკვე და იძახიან, რომ ჩვენ გავაკეთებთ დაუშვათ გეგმებს ახმაურებენ უკვე, ახმაურებენ და ამ გეგმების გახმაურების საფუძველზე ღიად ჩანს, რომ ეს არ არის მშვიდობიანი გეგმები, ეს არის პირდაპირ ომი. და ეს არის პირდაპირ მომიტყვი სისხლი ქართული ხალხის წინააღმდეგ. თქვენ რას გვიტყვით ამის შესახებ და როგორ მიგაჩნიათ დღევანდელი მათი მოქმედება, ეს არის თუ არა პოლიტიკურ ჭრილში, თუ ეს არის პირდაპირ ტერორისტული ტაქტიკა და ტერორისტული მოქმედებები არჩეული ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ ბატონო დღესთან ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ ეთერიდანაც და სხვა ეთერებშიც, რომ ეს ძალა უკვე დიდი ხანია ემზადება საქართველოში არეულობისთვის და მარტო არეულობისთვის კი არა, სისხლის გუბეებს დააყენებენ. იმიტომ რომ თავის
მთელი ისტორიის მანძილზე, ხო, სულ გვამებზე იარეს რა, ფაქტობრივად და ეხლა როგორც კი ჩამოცილდნენ, გაავებულები არიან, ასე ვთქვათ რა, რომ არავინ არ საიდან მოთრეულმა საზოგადოებამ ამხელა ძალაუფლება იგრძნო. ამხელა ელიტურ კორუფციაში იყვნენ ჩაფლულები და თითო მათგანს აი ლიდერებზე ვიძახი, ხო? აი რომ შეავსებინო დეკლარაცია, რამოდენიმე მილიონის პატრონია. ეხლა ფული არ აკლიათ, მაგრამ ძალაუფლება ესეთი ნარკოტიკია, რომ ყველას ძალიან უნდა რომ დაიბრუნოს ეს წარმოგიდგენიათ როგორი სადისტური ძალაუფლების მატარებელი ხალხი იყო, რომ ციხეებში, გარეთ, ქუჩებში ეს სიამოვნებდათ, რომ ხალხს ეშინოდა მაგათი რა, დაშინებული ყავდა და მიტინგები, 100,000-იანი მიტინგები გაალახიეს ხალხს რა. და ყველაზე ცუდი რაც არის, ჯარიც კი ჩართეს ამ ამბავში. ეხლა და აი სერიოზულად გაყვეს საზოგადოება და დააპირისპირეს ერთმანეთთან. მე დღეს ვფიქრობ, რომ ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ თემაზე, რომ ძალიან 1-2-3 წელი არის გატრენინგება მიდის. მინიმუმ 500 კაცი ყავთ ამ სტუდენტური მოძრაობების, სტუდენტების ვიღაცები ხელფასზე უზით რა. მეთაურები ყავთ 10-ეულის მეთაური, 20-ეულის, 100-ეულის მეთაური. უკვე გამზადებული ყავთ ეს, მაგრამ აი ჩვენ ვნახეთ, ეხა კი დაიჭირეს ვიღაცები, აი ხსენი რომ სინდისის პატიმროს ეძახიან, როგორ ორგანიზებულად შეუტიეს რა მაშინ რა. კი. მაგრამ ეხა უკვე სხვა რეალობა დგას. ეხლა სხვა რეალობაში ვართ. ეხლა ბოლო გასროლა. ძოლის ტაქტიკა შეცვლიან ისინი. რა თქმა უნდა და ეს ხო თვითონ სადაკთ ხა მაგდენი ამ ყველაფერს ტაქტიკას და აბსოლუტურად ყველა მოქმედების ხვალინდელ გაწერილი გეგმის მიხედვით ჩაატარებენ უცხოეთიდან, ხო, სპეცსამსახურები მუშაობენ ამაზე, სხვადასხვა ქვეყნებში უკვე გამოიყენეს, მარტო ის კი არა, რომ სხვადასხვა ქვეყნებში იმუშავა ამან და გამოიყენეს უკვე რა და იქ რაღაცა შეცდომები შეასწორეს, რაღაცები გამოასწორეს, აქაც რაღაცა შეცდომები შეასწორეს, გამოასწორეს, მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის, ეხლა აქ ბოლო გასროლა. როგორც კი ეხლა ესენი ვეღარ მოიგებენ არჩევნებს, ხო? ნუ წააგეს არჩევნები, ჩათვალე რომ всё დაკარგულები არიან რა. მით უმეტეს ყველა ხიდი დაწვეს და ეს რო დაიწყებენ ამ მოქმედებას, მე ყველა ციხეში წავა. ხო, უკვე მაღაზია პირდაპირ ხო არის და კი ბატონო, კი, აუცილებელია. მუხლიც არის, ყველაფერი არის და უკვე ქართულმა ოცნებამ თუ არ ჩაატარა ეგა, პირდაპირ 4-ში ხო აპირა, 5-ში თუ არ დაიჭირა ესენი. ხო? მაშინ ჩვენ ქართულ ოცნებასაც მივდგებით და ამათ ხო ესენი ხო საერთოდ დაიკარგებიან. სხვათა შორის ბატონო მაპატიეთ და მეც მაგაზრზე ვარ და ყოველთვის მე მაგას მოუწოდებ ქართულ ოცნებას. თუ თქვენ არ დაეწყეთ მათი დაპატიმრებები, ეხლა ეს არ არის რეპრესიები, კაცო. ეს არის სამართლებრივი ქმედებები, რომელი ქმედებებიც პირდაპირ გამართლებული არის საერთაშორისო დონეზე რა. იმიტომ რომ რასაც აკეთებენ ახლა საფრანგეთში, გერმანიაში, ამერიკაში, იმას ქართული ოცნება არ აკეთებს, ხო? იქ როგორ დევნიან იმ მომიტინგეებს, როგორ აპატიმრებენ, როგორ ცხენებით გადაულიან, როგორ ძაღლებს აღეჭინებენ, როგორ ესე იგი ავტომობილებით ეტაგებიან, ხო? აქ უბრალოდ სამართლებრივი გზა ამათმა აირჩიეს, ეს კარგიც არის რომ აირჩიეს სამართლებრივი გზა, თუ ესე იგი ამათმა სამართლებრივი გზით არ მიხედეს და არ დაიწყეს მათი სისამართლებრივი პასუხის გება ამათ მინდა დევნა, ხო? მაშინ თქვენთვის არ იყოს ჩვენ გამოვართ საზოგადოება და ჩვენ დავიწყებთ უკვე იმ დამნაშავეების მივხედავთ იმ დამნაშავეებსაც და მივხედავთ იმათაც ვინც ამ დამნაშავეებს იფარავს. ჩვენ მე ვფიქრობ, რომ აი აქამდე რაც გააკეთა ქართულმა ოცნებამ, რომ ამ ვიღაცა ლაწირაკ არსაიდან მოთრეულ ცუდი სიტყვა არ მინდა ვთქვა რა, რაც ეკუთვნით ის იმ ადამიანებს სამართალდამცავებზე
აი ესე მასხარა თაგდება და აი ესეთი შეურაცხყოფები რომ გაუტარეს. რამდენი ხანია რა პირველად ხო არ არის ხან სისტემატიური ხასიათი მიეცა, სისტემატიური. ტუალეტის ქაღალდები ესროლეს და ხან ფქვილები აყარეს და ხან ქვები ესროლეს და ეს თან გაჩერებულები იყვნენ, ხო? თუ ეხლა კიდე მაგი დაუშვეს, ჩათვალე რომ თვითონ სამართალდამცავები პოლიციელები თვითონ აღარ დაინდობენ ქართულ ოცნებას რა. და აი ბიჭო, ამდენი შეურაცხყოფა პოლიციელს როგორ შეიძლება კაცო? ოფიცერს აქვს თავის ღირსება. კი ბატონო. პოლიციელს აქვს თავის ღირსება. გამოდის და დგას და იცავს სამართალს. და უცებ ვიღაცა მოდის და შენ ეუბნები ხარ, არ შეიძლება. არ იმოქმედო კანონის მიხედვით. დადექი და იმა რაც არ უნდა გითხრას, კედელივით უყურე რა. ეს შეურაცხყოფა კი არ არის, ეს არის სერიოზული პრობლემა უკვე თვითონ ხელისუფლებისთვის. ეს ცუდად დაუბრუნდებათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ბოლო გასროლა აქვს და ყველაფერს გააკეთებენ. რაც შეეხება რეპრესიებს თვითონ უტარებენ ამათ. მაგას აპირებენ რეპრესიების ჩატარებას. უკვე ამბობენ. უყურე თან რას იძახიან, ჩვენ ყველას გიწერთო, კაცო იქო. ყველას გიწერთო, მე ხა სოციალურ ქსელში აქტიურობ ხოლმე და ვიღაცა მიბედავენ კიდევაც რა, აი მოიცა მოვიდეთ რას გიზავ. კი ბატონო, ხო. არავის არ ეშინია ხა მაგის. მე რა გინდა პირდაპირ გამოვიდე ეს ლაწირაკი იმის რა ქვია გუბოზას ბიჭი. გუბოზას ბიჭი გამოვიდა პირდაპირ და იძახ პირდაპირ თქვა აი ეს ვიღაცა ჭინკარო არის ანი წითლიძე რომ არის ეს ვიღაცა რა ვიცი რა წარმოადგენს რა არის და სადამოქეკეს ეს ადამიანი და ეს არსება არ ვიცი მე ხო ან რა უნდა პოლიტიკაში ან საერთოდ ცხოვრებაში რა უნდა პირდაპირ თქვა იქ იმ ლაწირაკმა აი მუსინდისო ხო წრისან წითელაშვილსო ჩვენ მოვალთ და პროკურორ დავიჭერთ ასე თქვა პირდაპირ ეხლა ერთი კვირის უკან ხო ჩვენ მოვალთ და წრისან წითელაშვილს დავიჭერთ ესე თქვა პირდაპირ ვინ უნდა დაიჭეროს შენ მალა ნეხვის ისა ბოჭკა შენ ვინ უნდა დაიჭირო არ შენ ამაშენა ვინ უნდა გაასამართლო თვითონ გასასამართლებლები ხარ ეს პირდაპირ თქვა და აი ეს ახლა მარტო მაგი კი არ ამბობს მაგას ხო ყველა მაგას იძახის ხო ყველა მაგას და ნახე მაბადია გავაგზელებ ხა კიდევ რა გითხრათ თქვენ მართალი ძანდებით ამათი სასწრაფო წესით ამათი იზოლაცია საჭირო ეხლა გაუვიდათ პოლიციელების შეურაცხყოფა ხო კეთხელ მეორეს გაუვიდათ ის მოლოტოვის კოქტეილი ესროლეს კი გაუვიდათ ის ორი ნარკობარიგა რო გამოუშვეს ციხიდან როგორ შეიძლება და იმათ გამოშვება კაცო ესენი ესენი ხო პირდაპირ მკვლელები არიან ჩვენი ბავშვების თაობის ხო ეხლა ნახეთ რა ხდება ამან მიიღო მასიური ხასიათი ნახეთ ამათმა მოქმედებებმა ხო პოლიციელებს და ხო პოლიტიკოსებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და ესეთ რა ეხლა ნახე ვინც მაგათ გვერდით არ არის საზოგადოების ნაწილი ხო პირდაპირ ქუჩაში ხვდებენ და შეურაცხყოფას გაყენებენ პირდაპირ თან გიღებენ გაიგე რუსო ისაო ოლიგარქო და ესეთ რაღაცებს გიძახიან გაიგე ხო ანუ გადავიდნენ უკვე საზოგადოების იმაზე გადავიდნენ ადამიანებზე გადავიდნენ იმ ადამიანებზე რომელი ადამიანებიც არ უჭერთ არ მომწონს და რა ვქნა ახლა მე ხო შემიძლია სხვას დაუჭირო მხარი ხო მე არ არის ჩემთვის მისაღები ის უბედურება რასაც მაგეთ იმაში დაგვხვდებიან ტელეფონით გადაგიღებენ თან გაყენებენ შეურაცხყოფას თან უნდა თუ ხელი დაარტყა და გაიქცენ მე და გიჩივნოთ ეს ხალხი არის სასწრაფოდ რომ სასწრაფო წესით ამათი იზოლაცია მოხდეს იმიტომ რომ ჩვენი არა ვარ დაცულები რამას ხარ დაცული შენ ვარ მე დაცული არა ვარ ამათგან დაცულები არა ვარ და რამეს გავაკეთებთ კიდე და რაღაცნაირად გარკვეულად დავიცავთ ჩვენ ღირსებას ისევე ჩვენ ვიდევნებით მე კიდე მოუწოდებ ხელისუფლებას რომ დაიცვან ჩვენი ინტერესები ხალხის საზოგადოების ინტერესები და ეს აკეთებს ისე რომ დევნის ფაქტობრივად ეს რაღაცა სადისტური რაღაცა ნაწილი საზოგადოებას დევნის ხალხს დევნის შიში ამყოფებს ხალხს რა თუ ვერ უზრუნველყოფს ხელისუფლება თავის მოსახლეობის დაცვას მაშინ წავიდეს და მოვა ისეთი ხალხი ვინც საზოგადოებასაც დაიცავს წესრიგსაც დაამყარებს და სამართალსაც აღადგენს მე ვერ ვხედავ ერთ პატარა აი იმასაც კი არც დაუშვებ რომ ეს დღე აი ეს 4 ოქტომბერს კიდე ხელისუფლებამ პატარაზე გაატაროს ეს რაღაცა უბედურება რა ეს უბედურების გატარება უკვე ხელისუფლებაზე კი არ არის
შეტევა და ჩაგვრა სიტყვაზე, ხო? რეპრესია. ჩვენზეა ხალხსია. თუ ვერ იცავ შენ ჩვენს ინტერესებს, საზოგადოების ინტერესებს და ჩვენ არ შეგიძლია რომ დაგვიცვა, მაშინ ჩათვალე რომ ჩვენ პირველ რიგში აი ხელისუფლება უნდა მოვიშოროთ. ესენი თავისით გაქრებიან. ვინ გაგიბედავს მე რა? უკვე რომ ეცოდინება რომ საკადრის პასუხს გასცემ, ვერავინ ვერც გაბედავს მაგის გაკეთებას. მაგრამ ეხა ისე არის რომ გაზდით მე დღეს ტელევიზორს უყურე და პატარა ბავშვები ყავდათ ვიღაცები TV პირველს შეკრებილი და სტუდენტები და პირდაპირ მოუწოდებდნენ კაცო მე ჩვენ ეხავა კაცო ხვალე 4-შიო გამოვალთო და ეს არ ხდებაო ხო ხედავ ვერ ვაგდებთო ამ ხელისუფლებასო იმით არჩევნებითო ხო და ერთადერთი რაც დაგვრჩაო უნდა შვიდობიანად რევოლუცია ჩავატაროთ და შვიდობიანად დავამხოთ ეს ხელისუფლება. ეს პატარა სტუდენტები იძახი და ეს ეკითხება ვიღაცა წამყვან ისიც პატარა ვიღაცა ფსიტიანი გოგო რა რომ აბა რას საპირე ყველა ხელს გამოვიყენებთო რომ ხელისუფლება დავამხოთო რა. შვიდობიანად. ამას ამატები. შვიდობიანად გავაგებინე. ესე იგი ხელისუფლებაში არის არჩევნებით ვერაფერს უშვები და უნდა დავამხო და შვიდობიანად როგორ დაამხო ხა გამაგებინე რაღაცა ეს მოგაქვს რა ქვია ზეწარი და უნდა თავზე ვერ ვიგებ რანაირად უნდა დაამხო ამიტომ ვიძახი რომ გაგიჟებულიყავთ ამათ უკვე ეს სტუდენტებიც ბავშვებიც ამოაყოფინებენ ან ციხეში თავს ან სერიოზულ პრობლემებს შეუქმნათ. აი თქვენ ახლა შეეხეთ ბანანო რამას ეს ბოდიში ამათ თქვიათ ტორპედო. ხო იცი რომ რასაც ტორპედო გამოუშვებენ ამ პატარებს და მე უკან თვითონ უკან არიან უკვე აანონსებენ რომ ჩვენ კი არა ვართ კაცო. აი სტუდენტები არიან. ეხლა თქვენ შეეხეთ ძალიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ და სხვათა შორის ეს არის არათუ მარტო საგანგაშო, არამედ თავდაყირა უნდა დადგეს ხელისუფლება. აი სწორედ მაგათ კინეურ საკითხთან დაკავშირებით სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებში არის შესული უცხოური ქვეყნის სპეცსამსახურების აგენტები, რომლებიც ატრეინინგებენ ამ ბავშვებს. ასწავლიან თუ როგორ უნდა განავითარონ რევოლუციური სცენარები. წლებია მუშაობა. ასწავლიან. ამას ასწავლიან ინსტიტუტებში, ამას ასწავლიან სკოლებში. სადაც არანაირი აბსოლუტურად რეაგირება ახდება სახელმწიფოს მხრიდან. და როგორ მოხდება რეაგირება, როდესაც შენ გორდელაძისნაირი და აფხაზავასნაირი პედაგოგები ხარ სკოლაში, ხო? ესენი დღესაც მუშაობენ სკოლაში, ეს ადამიანები. ეს გორდელაძე, ეს სულელი რო არის, ყაბალახიანი ქალი, ირმა გორდელაძე თუ ვიღაცა არის, ხო? და ეს ქათამი კიდო აფხაზავა რო არის, ლადო აფხაზავა. დღესაც ყავთ სკოლაში და სახელმწიფო უხდის ხელფას რაში? სახელმწიფო ხელფას უხდის ამათ იმაში, რომ ამ ბავშვებს მოუწამოს ტვინი, აიგე გამოურეცხოს ტვინი. და არა რომ ასწავლოს ამ ბავშვებს სამშობლოს სიყვარული, ასწავლოს ამ ბავშვებს ოჯახის სიყვარული და მოამზადოს მომავლისთვის, მომავალი ქვეყნის მართვისთვის, მომავალი ქვეყნისთვის რაღაც გარკვეული მიმართულებით სპეციალობების და მიხედვით, ხო? არა, პირდაპირ რევოლუციური სცენარებისთვის ამზადებენ, ხო? დღესაც მიდის ამაზე მუშაობა, დღესაც მუშაობენ და ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯი თუ არა ინსტიტუტებში და სკოლებში უნდა გაეწმინდოს პედაგოგები და ის რა ქვია ერთთვიანი თუ ორთვიანი ის პროფესორები და სტატუსები რომ იცეს სტატუსები მიტინგზე სიარულისთვის სტატუსები რომ იცეს და გახადეს აკადემიკოსები და პროფესორები გახადეს ეს სოროსი არის თუ არა სასამართლო გასაყვანი განათლების სისტემიდან შევარდნაძის დროს შემოვიდა სოროსის ფონდის რაღაცა ესა და ჩაჯდა განათლების სისტემაში. ჯერ კიდე შევარდნაძის დროს 25 წელია მინიმუმი 25 წელი არეფორმებენ განათლების სისტემას. და დაიყვანეს იქამდე რომ ბავშვებს სკოლას ამთავრებენ და შუდაც როგორი წერება არის. ვერ არჩევენ. და ნუ წაკითხული შინაარს რო ვერ გამოიტან. ესე იგი ნუ დაანგრეს, დაუპეს მომავალი თაობა. და სამაგიეროდ ასწავლიან აი ამას რა. ასწავლიან როგორ უნდა იყო მონა რაღაცა ვიღაცა რო ეთქვის იქ სპეცსამსახურები რო უბრძანებს ვიღაცა აქ თავის წარმომადგენელს, რომელიც
განათლების სისტემაში მუშაობს, იქ სასწავლო ნაწილია სკოლის, ხო? და ამ მოსწავლეებს ისე ყავს, რომ შეიძლება ხელფასებსაც უხდის. იქ დაყავთ იქ რაღაცა ტრენინგებზე, საზღვარგარეთ მიყავთ, გაიგე? მოყავთ იქ რაღაცა. თან იმას ეხლა სხვადასხვა ძალიან ბევრი ბავშვია გაყვანილი ლიეტუვაში არის ძალიან ბევრი სტუდენტი გაყვანილი, სწორედ მე მგონი დაიწყო შემოიყვანეს უკვე საქართველოში, აი სწორედ ამ 4-ის დაკავშირებით. უბრალოდ ჩვენ კიდევ ნახეთ ერთი რაღაცა რა, ტესტა ბატონო. ჩვენ ნახეთ პირდაპირ ეთერში ვიღაცა ეგრეთ წოდებული სასულიერო პირები და ვიღაცა ქალები ზიან და განიხილავენ ამ რევოლუციურ პროცესს. პირდაპირ ეთერში უყურე რა, გუშინ თუ დღეს აღარ მახსოვს რა. და იქ ლაპარაკობენ, რომ აი ეს ჩვენი ნაომარი ბიჭები აქ ზოგი ავღანეთში კი მე სოციალურ ქსელებში იყო ეს ხო და თელი ესე იგი ზოგი იმაშიო რა ვეტერანები და სამხედროები და პოლიციელები და იქო უნდა გეგმის ნაწილი ვშაობ რა მგონია სხვათა შორის არა მაგი დიდი ხანია ვიცით ახლა ჩვენ რომ მაგ გეგმები რო აქვთ ვიცით რა ისიც ვიცით რომ საინტერესოა სასულიერო პირებმა რა პასუხი გაცეს და რა პოზიციაზე რა ის სასულიერო არა მგონი ეს არ არის სასულიერო პირები უნდა მოკიდო წვერებში ხელი ვიღაცა ლამბერ სექსუალური ძაღლიშვილი რა და ამოარტყა ღონიერი პანღური და ჩამოაგდო იქ ეს სასულიერო პირები სისხლის ბრას უჭერდნენ ხო ნუ პირდაპირ უჭერს კი რა აუ აკურთხებს ხო ხედავ კურთხევა მით აიმბავს ხო რა რომ მიდი კაცო მიდი ჩამოაგდეთ მოკალი გაიგე LGBT აქტივისტი ვიღაცა სასულიერო იმაში ანაფორაში გამოწყობილი ძაღლიშვილი რა ძაღლიშვილი რა აი სასულიერო პირი ეგ არის რა უნდა მოკიდო წვერებში და ღონიერი პაღურით უნდა გამოაგდო იმ ტაძრიდან რა მე კიდე სხვა რაღაცასაც ვიტყოდი რა რომ ჯერ ერთი სასულიერო პირი რომელიც ქადაგებს მე ისე შეიძლება ჩახედული არა ვარ ჯულის კანონში მაგრამ ერთი ნათელად ვიცი რომ ჩვეულებრივი ქართველი სამება წმინდა სამება ჩამოვიდა ერთხელ დედამიწაზე და სოდომ გომორი დაწვა და აბრამს რო უთხრა ესე იქ ნუ ესე წერია ბიბლიაში რომ გოდება მომესმაო გოდებაო რა რომ შენს მიერ შექმნილმა ადამიანმა აი ესეთ რაღაცებს ჩადისო და ჩამოვედი რომ ჩემი თვალით მენახავ აი ეხა ყველაფერი იცის ღმერთმა მაგრამ ნუ ანუ ჩამოვიდა რომ აი ესე დაეცა ადამიანი რა და ეს სასულიერო პირი ამბიონიდან იძახის რომ ნუ მე რა ისიც ადამიანია და სიყვარული დიდი ჯოხით უნდა ცემო რაზეა ლაპარაკი უნდა ცემო იმე ბესავისგანია ანუ ეს სასულიერო პირები რო ვინები არიან ეს ბატონო რა მას ეს სასულიერო პირები არიან თავის დროზე მოსყიდული დატრეინინგებულები გულგადახდილები და რაც ახლა უკრაინაში ხდება და რა როგორც ამ სწორედ აგენტურულმა სასულიერო პირებმა აიღეს ხელში ქრისტიანული მართლმადიდებლური ეკლესიების მართვა და იქ უკვე მთლიანობაში ამოაყირავეს ყველაფერი იგივეს უნდა საქართველოში გააკეთონ და ამიტომ არიან რომ ეს სასულიერო პირები მე ყველაზე არა მაქვს საუბარი ამ რაღაც ერთეულებზე რა რომ ხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციას სისხლის ზღვრას ადამიანის კლას კი ბატონო კი სისხლის ზღვრას უჭერენ კი არა პირდაპირ ჩართულები არიან მაგ პროპაგანდაში პირდაპირ ხელმძღვანელობენ რაღაცა პროცესებს ამის გარდა ეხა ჩვენ ვიცით რომ უკრაინაში ფაქტობრივად ეს უცხოური ლეგიონები რომელიც პირდაპირ ექვემდებარებოდა შეერთებული შტატების რაღაცა სპეცსამსახურებს უკვე დარბეულია და ჩვენ ვიცით როგორ ექცევიან ამერიკელებიც და ინგლისელებიც ესეთ დაქირავებულ მებრძოლებს რაში ჭირდებათ რომ შეატოვებენ იქაურ მე უჩინარდებიან ისინი ხო და ზეპირათიციან ახლა ამათაც რომ უკვე ომი ფაქტობრივად წაგებული აქვს და ისინიც ხელებს დაიბანენ ხო აქ უნდა ჩამოვიდნენ აქ კიდე მუხლი აქვს პირდაპირ მიყენებული და დაიჭერენ ამიტომ რაღაცა უნდა გააკეთო
ხო? ანუ რევოლუცია. სწავლენ ვაბანკზე, კი ბატონო, ისვრიან კიდევაც და ყველაფერს იზავ. პირდაპირ იძახის, ხო? ამიტომ ამბობს ის გოგო, გაიგე? ზუსტად ამიტომ ამბობს ის გოგო იმაში, რომ იქ ლეფტენანტ როზიეს და საუბრობს იმ სამხედროებზე, იმ ვეტერანებზე, იმ პოლიციელებზე. სწორედ ისინი არიან, გაიგე, ეს მკვლელები. ისინი არ არიან სამხედროები რამას, გაიგე? შენ მებრძოლი კაცი ხარ. შენ წახვალ ეხლა სხვა ქვეყანაში ფულს აიღებ კაცი რომ მოკლა. ასასინები. შენ წადიც მოვა დაიცავი ჩვენი ქვეყანა, გაიგე და საჭმელიც არ ქონდა, სასმელიც არ ქონდა და ხელფასიც არ ქონდა და შენი შინაგანმა გზნობდა, შინაგანმა იმან ყივილმა გითხრა რომ დაიცავი შენი ქვეყანა, შენი მამული, ხო? მე ჩემი რომ შენ შეგერო წასულიყავი უკრაინაში გაგვეფორმებია კონტრაქტები და აგვეღო ფული და აგვეხოცა ადამიანები, ხო? მაგრამ ჩვენ არ ვიკადებთ, არ გავაკეთებთ, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანის კლასში ფულს არ ღებულობთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენ სამშობლოს. და ამ კატეგორიაზე და ამ კონტინგენტზე აქ ამ გოგოს და ამ გულებს საუბარი რა იმ იმაში რასაც თქვენ ასეთ ადამიანს სამშობლო არ აქვს სულ ერთია საწავა და ვის მოკლავს რა ასეთ ადამიანს სამშობლო არ აქვს არავინ არ მითხეს რაღაცა იდეების გულისთვის რა იდეების გულისა ბიჭო ფულსღებულობენ და საშინელება ჩადიან ყველაფერი რა ვიცით ზეპირად მაგრამ თვითონ ხელისუფლებამაც ეგეთი რაღაცა უნდა აღკვეთოს კაცო რო უშვებ იქ ვიღაცა შენი მოქალაქე რო ომობს ახლა რა არის ისი მაგაზე ხელისუფლება მაგას ვერ გააკონტროლებს რატო იცი ეხლა მე გეტყვი 3-4 ქვეყანიდან შედიან მაგენ ზოგი თურქეთში მიდის ვითომ იქ რაღაც სამუშაო ზოგი პოლონეთში მიდის და მე ხო ვიყავი კაცო და ამოაჩინე შტაბები პოლონეთში გახსნილი შტაბები ამ ნაცების მიერ გახსნილი სამობილიზაციო შტაბები ჩადიან აქედან ის მოკლედ ისიც რა ქართველების მუშაობენ იქ ბიჭები ხო და იმათ კონტრაქტებს აფორმებიებენ მოტყულებით და ვითომ და ასაღდნენ ქალაქებში მიდიან და სამუშაოებს და იმას და ჩაყავთ ლვოვში შეყავთ პირდაპირ კერძო სამხედრო ბაზაში სადაც გადიან მომზადებებს რაღაც ერთიან მომზადებებს და მე პირდაპირ წინა ხაზზე და უკან უდგას ზაგრანადიადი გაიგე რომელსაც ფაშისტები თუ უკან დაიხია წამოვიდნენ ისინი ეგრევე კლავენ ანადგურებენ რა ესეთი მე ხო გავაეს საჯეს იმაში დავდები კაცო სოციალურ ჩვენებს პოლონეთში ერთი ამბავი ავტეხი მოგაზე ვარშავაში პოლიციას მომაკენეს გაიგე და პოლიციას ვეხვეწებოდი რომ აგეს მეთქი ტერორისტების შტაბია გახსნილი მეთქი გაიგე და წამიყვნენ პოლიციაში დავწერო განცხადება მეთქი რომ აღმოაჩინე ტერორისტების შტაბი გაიგე არაო პოლიცია თავი მოიგლა ისინი ჩართული არიან ამ პროცესებში ხო, ну რა თქმა უნდა, პოლონეთი ერთ-ერთი. ამიტომ ახლა ხელისუფლება მაგას ვერ გააკონტროლებს. წავიდა კაცი, წავიდა, გავიდა ქვეყნის გარეთ, წავიდა, არ წასულა უკრაინაში, წავიდა რაღაცა თურქეთში, წავიდა გერმანიაში. მორჩა. აქედან ხო ვიღაცა ავერბოუკებს. როგორ არა კაცო, ვიღაცა კი აგერ არ არიან სულ. აგერ ნაცები არ არიან სულ ყველა კაცო. ხო და აქ იმუშაონ მაგ საკითხზე მე. ეგ მართალი ხარ. ამათ უნდა იყოს რაღაცნაირად გარკვეული ზომები. ვიღაცა ხო ეუბნება, იქ წავდი და აი $1000 მოგცემ, ან $5000-ია საუბარი და მე იქ არაფერს არ და კლავე პირდაპირ წინახაზე. ხო, ნუ ამას. ფულის აღების დრო რომ მოდის რა. ესმის ეს ატყულებენ და ასე მოტყულები ჩაყავთ. ისე ხა ის თავები, რომელი თავებიც გაიგე და არიან და იყვენ დიხანია იქ, ხო? მაგენი არიან რომლები ჩალიჩობენ ამ მას პროცესებს და ასე მოტყულები ჩაყვანილი ხალხი შეყავთ პირდაპირ საზარმაზენ ხორცად, გაიგე? და შეყავთ საშინელ ადგილებში შეყავთ, რო იცოდე ბატონო რაღაც საშინელ ადგილებში. ამიტომ არის რომ თქვენ მართალია ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკონტროლოს, იცოდეთ. ეს ხალხი ყველა ჩვენ მოგვიბრუნდება, მარტო თქვენ კი არა. საქართველოს მოუბრუნდება, კაცო, ჩვენც ვიზარალებთ, ხალხით ვიზარალებთ, კეთის დასია საქმე, იმიტომ რომ ამ ხალხს უკან დასახები გზა არა აქვს, გესმით? აქ სიცილიის კოდექსი ითვალისწინებს. ხალხის კი არა, ჩვენ ვიზარავთ. ჩვენ მოვესწარით, ვნახეთ სამოქალაქო თბილისში ვნახეთ დანგრეული რაღაც. ეხლა იყო სულ რამოდენიმე ხნის წინ სოხუმის დაცემის. აბა 27-ში. მე 27-ში წამოვედი სოხუმიდან და აი ქუჩაში აი ესე ეყარა გვამები რა. ვისაც ახლა მაგი უნდა შენ ქვეყანაში და შენ ქალაქში ის რაღაც უნდა გასამართლება პირდაპირ უნდა დააყენო და დახვრიტო რა. ახლა რა მაგის როგორ შეიძლება ასეთი რაღაცა გინდოდეს შენი ქვეყნისთვის რა როგორ შეიძლება უბრალოდ რომ გინდოდეს მე ვფიქრობ რომ ეს არეულობა და დარეულობა რასაც ესენი აპირებენ ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს და ძალიან ცუდი ბოლო ექნება, იმიტომ რომ როგორც კი აქ აირევოთ, თან ყველაზე მთავარი ის არის, რომ აბსოლუტურად მთელი ევროკავშირის და ნატოს ქვეყნები ჩართულები არიან ამ სიტუაციაში, რომ აქ მოახდინონ არეულობა. ეს პაშინიანი და ეს ალიევი ჩაიყვანა იქ ტრამპმა, ჩამოვიდნენ ეს პაშინიანი ეგრევე გადაუხდა.
აქ ესეც ზღაპარი იყო, ეს ანგეზურის დირეფანი და ეს რა თქმა უნდა, ზღაპრები იყო ყველაფერი, გაიგე, ზღაპრები. იცი, აი სულ ფიქრობ ხოლმე რა, ეს ხალხი თან აზიარებდნენ, აგერ ტრამპმა всё მოიგო რა, ტრამპი, სად არიან ქართველები იქ რატო არ ჩავიდნენ ეს ალიევი და ეს პაშინიანი როზიან ვიღაცა. სომხები და აზერბაიჯანი. ხო, რა და ჩვენები რატო არ აზიანო? და აგერ ჩამოვიდა პაშინიანი და ეგრევე გადახტა. ეგრევე დაიბარეს იქ და უთხრეს ჟენი სოროსელი და ჯერ ვერ გავიგე ხა სოროს უკვე საქმე აღზა და დევნიან იმ ამერიკაში და ჩვენ რატო ყავს? რას მივდივართ ან დამნაშავე ესეთი გამაგებია. რავი, მე ვერ მივხვდი რა, პირდაპირ გვაქვს სოროსის ფონდი, ვიღაცა დედაკაცი როა გამოდის და საზღარი ხალი. ხო და პირდაპირ მოუწოდებს რეებს ლაპარაკოს. ვიღაცა რა, სუსაზღრები არ არიან ეგრე. და წარმოიდგინე საცეცებია უდევს პირდაპირ განათლების სამინისტროში ზიანი. მე დიდი ხანია ვსვავ კითხვას რა. მოხვედი ხელისუფლებაში, ქართული ოცნება რო ხარ რა. მოხვედი ხელისუფლებაში 13 წლის წინ. დაგხვდა დღეს რომ მეუბნები კიდე და ყოველ წელს ამას მეუბნები და რა დოკუმენტური ფილმები გადაიღე. რომ სააკაშვილის დედა თუმე ამან სააკაშვილმა ერთ ლარად აჩუქა. ხო, უკანონო შეისყიდა ყველაფერი, ხო? და იცი თან რატო არ ჩამოართვეს? რატო არ ჩამოართ? ბუდი აქვს იქა, გაიგე სამწე. მან არის სწორედ ის ბუდე რა. ხო, და იქ უკვე შტაბი აქვს და ყველაფერი იქიდან ილიაუნში, გაიგე და ნახონ რა ხდება კაცო. ილიაუნში კი არა უკვე, ილიაუნში კი არა უკვე. სახელმწიფო უნივერსიტეტში აგე რა, ჩვენ დედა უნივერსიტეტში. ჯაბაროდანში სამუშია. ხო, დედა უნივერსიტეტში მივედი, ჩემი შვილები სწავლობენ რა. მივედი რაღაცა საქმეზე და იქ ერთი ახალგაზრდა ესეთი ცოტა ესე უძველესი პროფესიის მეგონა ისე იყო ჩაცმული ვიღაცა ქალი რა. ქალი რა ახალგაზრდა გოგო თურმე არის რა რაღაცა კათედრის გამგე მე რა ვიცი ვიღაცა ეს აქტივისტი ხო და იდგა პირდაპირ აი პირველ რექტორის კაბინეტი როა პირველ კორპუსში უნივერსიტეტის და დიდი მიტინგს ატარებდა. LGBT აქტივისტი. იქ ატარებდა მიტინგს, ის ოღონდ ადრე გეუბნების არარუსულ კანონს რომ აბა ბავშვებო და გადით და იქ ახლა იყო ეს ადრე იყო. ხო და სულ მიკურს ახლა რექტორის კაბინეტის წინ ატარებდა ვიღაცა რა ქვია უძველესი პროფესიის წარმომადგენელი კალბატონი, რომელსაც ხარისხით არის რაღაცა სრული პროფესორი თუ აკადემიკოსი მე მოუწყეს რა ქვია და ატარებდა მიტინგს რომ გადით ახლა სასწრაფოდ მიტინგზე. აი მე არ მესმის რა, ამას ჩვენ ვხედავთ მარტო ხელისუფლება. აბა რა საკეთებენ ეს სპეცსამსახურები რაში გჭირდება. ბატონო რამაზ, ნახეთ ახლა რა ხდება და რაშია საქმე. ესე იგი მოკლედ ესენი არიან გაშალეს უკვე მათმა არეალიად გაშლილი მათ უკვე. ეხლა არის ბოლო ბრძოლა. ესენი არიან ყველგან შესულები, რო იცოდეთ. ყველგან შესულები არიან. ყველა უწყებაში შესულები. მე 13 წელია უკვე. ეხლა რა ყველა გასაგებია თქვენ ახლა გიჭირთ, კი, გიჭირთ, იმიტომ რომ ძალიან რთული არის, როდესაც მთელი წლების მანძილზე ფეხს იკიდებდნენ საქართველოში უცხო ქვეყნის ეს აგენტურული ქსელი და ფაქტიურად თავიდან ბოლომდე მთელი თითქმის საქართველოს მოსახლეობის 80%-ის სულიერი ოკუპაცია გააკეთეს რა, სულიერი ოკუპაცია, მეტი კი არაფერი და რაც ეს არის მათი მხრიდან სულიერი ოკუპაცია და დაიმონეს ადამიანები. ჩვენ ვარ ძალიან სულ დღეში ძვირფასო ხელისუფლება. ჩვენი თხოვნა არის, ჩვენი ყველასი აბსოლუტურად არა აქვს მნიშვნელობა მას, ქართველი, არა ქართველი, ვინც სწორად ხედავთ ცხოვრებას და ვისაც სწორად მიგვაჩნია ცხოვრება. გვიშველეთ, ხელისუფლება ხართ თქვენ და გვიშველეთ. ნუ გაგვაკეთებინებ იმას რომ დავიწყოთ დამოუკიდებლად მოქმედებების შემდგომ ჩვენი თავების დასაცავად რა რადგან ჩვენ მარტო ჩვენი თავების დასაცავად კი არა ჩვენი ოჯახების დასაცავად ჩვენი შვილების დასაცავად ხო რადგან ჩვენ იძულებული გავხდებით უკვე რადგან ისინი წამოვიდნენ უკვე იერიშზე და მოქმედებენ პირდაპირ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ და ფაქტიურად მათმა მოიკიდეს ფეხი და აქვს ფეხი მოგიდებული და უკვე ისინი გადავლენ შემდგომ ვარიანტს რომ დაიწყოთ ჩვენი მთლიანად ოჯახების განადგურება ჩვენ იძულებული გავხდებით დავიცვათ ჩვენი თავი. ამიტომ კანონი არის, არაჩვეულებრივი კანონი აქვს მიღებული ასეთ დანაშაულებრივი ქმედებებთან დაკავშირებით და გამოიყენეთ ის კანონი.
სიტყვას გარდა ჩვენ აი სიტყვას ბატონი რამაზის აგერარი და ჩვენი მეგობრები და ჩვენი თანამებრძოლები და მთლიან საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი სიტყვას გასდათ. თუ კი თქვენ დაეწყებთ ამათ წმენდას საქართველოში მასიურად წმენდას და დაეწყებთ ამათ იზოლირებას, ხო? ჩათვალეთ რომ საქართველოს მოსახლეობის 98% თქვენ გვერდით იქნება, იმიტომ რომ ჩვენს დავისვენებთ, თქვენს დაისვენებთ და საქართველოს დაისვენებთ. ამას უნდა მიხედოთ. ეხლა ეს არშემდგარი ხელოვანი ხალხი რომ არის, ეგეთ პაატა ბუჭულაძე და ეს საშინელი ადამიანები ჯერჯერობით იყო და იანონად ფონდი გაზარცვა და რეები აქვს ნაკეთები. რატო არ დაიჭირეს? ხო, რეები აქვს ნაკეთები. დასაჯარი არ არის, საპარა არის. რატო? ხო, აი მაგას და დადის ეხლა და ხდება ამ იმად მოძალადე ხდება. აგე ბაჩანა ახალაიას შეხვდა ამ ზოდელავა რო გამოვა ბიჭო, აი რატო არ დაიჭირეს? ზოდელავა არ დასაჯარი, ხო? იმიტომ რომ რაც მაგას ადამიანები ყავს, პროკურორი რო იყო, პროკურორი იყო, რაც მაგას ადამიანები ყავს, გამწარებული. რა ნამუსით გამოდიხარ, ბიჭო, შენ დღეს და რა ნამუსით დღეს პოზირებ ტელეკამერების წინაშე. შენ გეუნები ზოდელავა, აი შენ გეუნები ზოდელავა, რომელიც გამოდიხარ დღეს და ქართველ ხალხს მოუწოდებ რომ დავამხოთ ეს ხელისუფლება კი არაა დასამხობი. თქვენ ახარ დასამხობი, ჯერ კიდევ ბოლომდე ხართ დასამარხი, დასაგნესი ხართ ბოლომდე რომ მე უკვე ჩვენ მოგვეცეს მოქმედების საშუალება და გამოდიხარ დღეს თავს იმართებ, ხალხი გაამწარე, ბიჭო, რეპრესიებში ხავდათ, ხალხი გაიგე და შენ პაატა ბურჭულაძე ხვდები ვის? ვამპირებს ხვდები და იქ ბაჩანა ახალაიასა მედიხარ სახში ესტუმრე რომ როგორ უნდა მოკლათ ქართველი ხალხი. არის თუ არა დღეს ახლა მაინც არა აქვს ხელისუფლებას იმის საშუალება და იმის საბაბი და იმის მოტივი რომ პაატა ბურჭულაძეს ხელი მოკიდოს, მით უმეტეს ამ ხელა ფულებია გაფლანგული. სუქონდა მაგის საშუალება. ჩვენ მოდი ერთ რაღაცაზე შევთანხმდეთ რა. ვერცეთი აი ეს ძაღლიშვილთა მოდგმის წარმომადგენელი ვერ გაბედავდა ქუჩაში გამოსვლას. ის კი არა, ისინი კი არა, რომ მოვიდნენ ესენ ხელისუფლებაში და წესიერად კანონიც რო უზენაესობა რო იყოს ამ ქვეყანაში. ვინ პაატა ბურჭულაძე, ვინ ზოდელავა, ვინ ბაჩანა ახალაია, რაზე არის ლაპარაკი? ბაჩანა ახალაია კიდე ქუჩაში. ეს ნიშნავს რომ ხელისუფლება მე მიბიძგებს, რომ სადმე რომ გადამეყაროს ახლა ან ერთი, ან მეორე, ან მესამე, ხო? რაღაცა ცუდი რაღაცა. რა ჩვენ მაგით მოგაგვიგეთეს? კი ბატონო. პირადად ჩვენ ოჯახებს. ოფიციალურად. ეხლა მე მაგათ ოფიციალურად, კი ბატონო, არის როგორიც სიტუაცია, იცი რომ წამების ხორპლები ვარ. კი ბატონო. აი თვითონ დაგვიდეს ეს დოკუმენტი, რომ წამების ხორპლები. მე რო ეხა სადმე საქართველო პატარაა რა. კი. სადმე რო გადამეყაროს და რაღაცა შარი რო ავიკიდო რა, ხო? ისე მე უნდა წავიდე ხო ციხეში, ვერ გავიგე რა და ისე მე ვარ მოძალადე, გაიგე? უცბად გააპიარებენ ეს ძაღლიშვილთა მოდგმას, რომ აი იცი რა, აი ეს მოძალადე, აი სწორად იყო ეს დაჭერილი, ხო ხედავ რა? ნახეთ მიშა მართალი ყოფილა ორი ეს ადამიანები რო დაიჭირეს, წითელაშვილი, ღვალაძე და გვიმრაძე და ესენი რო დაიჭირეს. მართალი ყოფილა მიშა. რა, აგე რა, ის არის რა. მოძალადეა ეს ბიჭი რა. მოძალადე კი არა ბიჭო, ვერ გავიგე. აღადგინეთ სამართალი. სამართალის აღდგენა ნიშნავს რომ ესენი კი არ უნდა გვემუქრებოდნენ და ტელევიზიიდან კი არ უნდა ლაპარაკობდნენ. ესენი თვეში ერთხელ სვიდანიაზეც უნდა ესე როგორ ჩვენ გვექცევა ჩვენ პირადად თქვენ მე და ჩვენ იმას მეგობრებს 6 თვე თუ კი არა 8 თვე სვიდანია არ მქონდა კაცო ვინ გადაკეთილი მქონდა ამანათი არ შემოგდიოდა ტელეფონზე არ მარეკირებდნენ და რა ამანათია ლაპარაკი არც ვიცოდი რა აი იყო ამანათი როგორი იყო ხო რა ამანათი კაცო რა ეს ამანათი ეხლა ნახეთ ბატონო რამას ისა მე მაინც იმედი მაქვს და მაინც ვიცი და მაინც ვჯერავს რომ არჩევნების შემდგომ გადაედგება მართლაც ის ნაბიჯები, რომელიც ნაბიჯების საფუძველზეც ხელისუფლება დაიწყებს სამართლებრივად ყველა იმ პრობლემატურ საკითხებთან მიდგომას, რომელიც არის პირველი პრობლემა ტერორისტული ორგანიზაცია ნაციონალური მოძრაობა, ხო? ეხლა კომისია, რომელი კომისიამაც დაამთავრა მუშაობა.
კარგი არის, თუ ეხლა შეიცვალა სიტუაცია და აღარ უჭირდება უკვე კომისიის დასკვნა საპარლამენტო განხილვა. ეხლა გააკეთეს განცხადება, წოლოგიანმა გააკეთა განცხადება, აღარ განიხილავს პარლამენტი ამას, პირდაპირ გაამზადეს უკვე სარჩელი, საკონსტიტუციო სარჩელი გამზადდა და გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის პარტიის აკრძალვის შესახებ და მათი იქ დაანონსდა მათი სატელიტური პარტიების აკრძალვა და მათ შორის იმპირებს ეკრძალებათ პოლიტიკაში მოღვაწეობა, რომელიმე პირებიც ღებულობდნენ ამ რეპრესიულ მანქანაში მონაწილეობას. ანუ ხელისუფლება მაინც გადადგა ხანაბეჭდებს და ეგ არის ტყუილი, იცი რატო? რატოა ტყუილი? იმიტომ რომ კაპიტანი გიგაური არის რაღაცა იმისი, რა ქვია, არასამთავრობოს კი ბატონო, მე ხელმძღვანელი, რომელსაც 50 მილიონი ევრო აქვს, მე მგონი ისა, რა ქვია, ბიუჯეტი. ყველა გადაბარგდება არასამთავრობო რაღაცაში. მე უცბად შექმნის ვიღაცა ისა პარტიაშვილი იმას რა ქვია პარტიას და ყველა ვითომ ხარდამჭერები არიან პარტიის წევრი კი არ არის უბრალოდ ხარდამჭერია არა ნახე როგორ არის მათ პირდაპირ ეხლა იქ წერია იმაში იმ სარჩელში წერია პირდაპირ რომ მათ საერთოდ ეკრძალებათ როგორც პოლიტიკაში საზოგადოებრივი მოძრაობა ბიჭო არასამთავრობო ორგანიზაცია მაგათი არ არის ის საზოგადოებრივი მოძრაობა კაცო ესენი არიან პირდაპირ ორგანიზებული ჯგუფები რომლებიც ღებულობენ რევოლუციებში მონაწილეობას ხო? ო და ეხლა მაგას რაც უნდა ეძახოთ მათ ვარო ჩვენ საზოგადოებრივი მოძრაობა ვართ და მესამე სექტორი ვართ და ეხებათ მაგას ყველას ეხებ ეს აბსოლუტურად იმათ ვინც ამ დანაშაულებრივ ქმედებებში ღებულობენ მონაწილეობას მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებსაც ხო? ყველას ეხებ ეს. ანუ ეს უკვე არჩევნების მე რატომ დარწმუნებული ვარ იმაში 5 ნომერი ხო ავახიეთ, გაიგეთ, ასახევი იყო, გაიგეთ და მათ მე შოუ კიდევაც საჭირო იყო, ხო? და მე დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა და შენ დაიმახსოვრე ჩემი სიტყვა და დაიმახსოვროთ ჩვენმა მაყურებლებმა და თქვენ კიდევ ნასექტანტებო, მალე აგეხევათ პარტია. კი არ აგეხევათ. აი აორთქლდება, გაქრება თქვენი პარტია და თქვენ ჩამოცილდებით თლიანად პოლიტიკას და ჩამოცილდებით თლიანად იმ აი ბინძურ გეგმებს, რომელსაც თქვენ საქართველოში ახორციელებთ. დიდი ბრძოლა მოუწევს საკონსტიტუციო სასამართლოს ამასთან დაკავშირებით. ჩაერევიან თუ არა ამ საკითხებში საელჩოები და დაიწყება თუ არა საელჩოების მხრიდან ხელისუფლებაზე და სასამართლოებზე ზეწოლები. რა თქმა უნდა, დაასანქცირებენ კიდევაც მაგ მოსამართლეებსაც და სერიოზული პრობლემა. მე ვიცი რომ ძალიან დიდი საერთაშორისო მანქანა არის დატაკებული ამ სიტუაციას რა. ეხლა ვერავინ ვერ იტყვის რომ ეს ვიღაცა ისა პანიპატა იმას შვება რა ქვია თავისი აზრით ლაპარაკობს ან რაღაცას იმაში მოქმედებს რა. ვიღაცა მართავს მაგას ეს მარტო მართავს კი არა. ამ შტერკაც უკან უდგას ძალიან დიდი მანქანა რა. ძალიან დიდი. საიდანაც გარანტიები აქვს აღებული რომ ვერავინ ვერ მოკიდებს ხელს თორე რა რევოლუციონერება წადი რა თუ იმღერი ხარ იმღერე რა. რა გევრო რევოლუციონერება ხმა წაუვიდა უკვე ვეღარ მღერის. ხმა დაკარგა უკვე ვეღარ მღერის. ხო და სხვა რაღაცაც არ დაკარგა. მე მაგათ რა ურჩიე, იცი? ამ პაატა ბუჭულაძეს და ამ იმათ რა არ შემდგარ ხელოვნების წარმომადგენლებს ეს მუსიკოსები და ესე რომ გამოდიან და რევოლუციის სათავეში რომ დგა. ბიჭო, ცხოვრებაში მაგენმა არ ივარგეს, ხელოვნებაში მაგენმა არ ივარგეს. გაიგე? ეხლა პოლიტიკაში არიან და არ ივარგეს, თუ ძალადობენ და იარაღზე დემაზერენ გადასულები და მე შენს კარგად იცით აღდგომებზე ტრადიცია არის ისა მუსიკოსების სასაფლაოებზე გასვლა, გაიგე? წავიდე და ეგ დაუგრან კაცო სასაფლაოებზე და იმღერონ თავაჩი, მედი არ გიწერიაო, გაიგე? ეს ურჩიე მაგათა. იქაც თუ არ ივარგებენ, ხო? გაყვენ იმიცვალებულებს უკვე და დაგვანებონ თავი რა. კი ბატონო. ეს უნდათ მაგათა ამას მიიღებენ ესენი, გაიგე და ამ ცხოვრებენ მაგაითა ბატონო რამას ჩვენი დრო ამოიწურა ძალიან საინტერესო და ძალიან ისეთი საუბრები ქონა, აუცილებლად უნდა გაეთვალისწინოს საქართველოს მოსახლეობა მის რომ შეხედონ შექმნით მდგომარეობას შეაფასონ და შეაფასეთ რეალურად, შეაფასეთ ისე როგორც თქვენ და სახელმწიფო მოითხოვს. კიდევ ვიმეორებ, არც ერთ შემთხვევაში არ გაუშვათ ბავშვები იმ მიტინგზე, სადაც ეხლა ისინი აორგანიზებენ და გეგმავენ. არ არის სკოლის მოსწავლეებისთვის ის ადგილი იქ და არ არის სტუდენტებისთვის იქ, სადაც უკვე რევოლუციებს აანონსებენ და სისხლს აანონსებენ და ყავთ ეს მოძალადე ჯგუფები შექმნილი. გაუფრთხილეთ თქვენ შვილებს, მშობლებს გეუნებით, მშობლებს, ნუ თუ ასე ამ დონეზე მიხვედით თქვენ
რომ შვილები გაწირეთ, გუბაზასავეთ? ამ დონეზე მიხვედით და ლომის ხახაში აგდეთ თქვენ შვილებს იმ სიმწრით გაზირ შვილებს? ნუ აკეთებთ ამას და ნუ ესე იგი ღუპავთ თქვენ შვილებს და სწორგზაზე დააყენეთ თქვენ შვილები და დაარა იქ რუსთაველზე, სადაც მთელი ეს უბედურება ტრიალებს და ყველაფერი ოხრობრავი ხარის. ამიტომ გეუბნებით ყველას და მოგიწოდეთ, მიდით 4-ში არჩევნებზე, მიიღეთ სწორად არჩევნებში მონაწილეობა და მიესეთ თქვენთვის სასურველ კანდიდატს ხმა. და ეს ჯოჯოხეთი, ეს ჯადუები და ეს ტერორისტები, ხო? ერთად გადავიდეთ საქართველოდან. დიდი მადლობა რომ გიყურეთ, კარგად ვდადებოდეთ მომავალ შეხვედრამდე. კარგად ვდადებოდეთ.